მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო. შაბუატოვ უმევორახ, ხოდეში არ სამეახ. თქვენთან ვარ მე, სარალალი. მართალი გითხრათ, დღეს ვაპირებდი აბსოლუტურად სხვა თემაზე ლაპარაკს, მაგრამ ინება გამჩენმა ბესიათა დიშმაია, რომ დღეს ვისაუბრო ნიშმათ კოლხაიზე. ეს არის სადიდებელი გამჩენისა, რომელსაც ჩვენ ძირითადად ვკითხულობთ შაბათ დღეს და კაი დღეებში, აგრეთვე ფესახზე. ნიშმათ კოლხაი ეს არის ზგულა, რომელსაც ჩვენი დიდი ცადიკები ოდითგანვე გვასწავლიდნენ, რომ კარგია წავიკითხოთ, ზგულა ბდუკა უმენუსა, როგორც ივრითულად ვამბობთ. საიდან ვიცით ჩვენ საერთოდ, რომ ნიშმათ კოლხაი, ანუ სადიდებელი, ასეთ დიდ ზგულას წარმოადგენს. ფაქტიურად ძალიან ბევრი სადიდებელი გვაქვს, სიმღერები გვაქვს, მაგრამ ეს ნიშმათ კოლხაი ჩადებულია შაბათის შახარიტის სალოცავში. შედარება რო გავაკეთოთ პატარა, ჩვენ ვიცით, რომ მამაკაცები თბილინს იდებენ ყოველ დღე შაბათის გარდა და კაი დღეების გარდა. ცადიკები გვასწავლიან, რომ თუ ებრაელი მამაკაცი თბილად შმონაესრეზე გააკეთებს კავანას და აგრეთვე წაიკითხავს ნიშმათ კოლხაის, მას ეძლევა ზეციდან ნეშამა იეტერა, ზუსტად ისევე, როგორც ყოველდღე თბილინის დადების დროს. პირველად ცნობილია მიდრაშებიდან, რომ იცხაკ ავინუმ, როდესაც ავრამ ავინუმ წაიყვანა შესაწირავად, შეწირვის წინ ადიდა გამჩენი. ამის შემდეგ მიდრაშიდან აგრეთვე ცნობილია, რომ როცა იცხაკს და რივკას არ უჩნდებოდათ შვილები, იცხაკი და რივკა ადიდებდნენ გამჩენს, ლოცულობდნენ მის წინაშე და სთხოვდნენ, რომ ყოლოდათ შვილები. ნიშმათ კოლხაი იწყება ასე, ფაქტიურად სიტყვა ნიშმათ, ნეშამა, ხო ჩვენ ნეშამაზე უკვე ვილაპარაკეთ, ნეშამის რამდენიმე საფეხური არსებობს, ნეფეშ რუახ ნეშამა ხაიავე იეხიდა და ჩვენი კაბალისტები გვასწავლიან, რომ თითოეულ ამ საფეხურს თავისი ხუთი საფეხური გააჩნია, მაგალითად ნეშამას გააჩნია თავისი ხუთი საფეხური, ისევე როგორც ნეფეშ რუახ ნეშამა ხაიავე იეხიდა, ასევე გააჩნია რუახს იგივე ხუთი საფეხური და ასე შემდეგ, ანუ სულ არის 125 საფეხური. ყველა ებრაელი თავის სულიერ საფეხურზე დგას, არ არსებობს ორი ადამიანი, რომელიც ერთი და იგივე საფეხურზე შეიძლება იდგას და არ არსებობს საერთოდ ებრაელი, რომელიც ერთ დონეზე დგას, სულიერ დონეზე. თუ კი ის გრძნობს, რომ დგას და არ იწევს სულიერად მაღლა, ეს იმის მაჩვენებელია, ხას ხეშალომ, რომ ის ჩადის დაბლა. არ არსებობს ერთ ადგილზე დგომა სულიერად, ანუ ყოველთვის ან ადის, ან ჩადის. ჩვენ ყველანი აბსოლუტურად, პატარა ბავშვიც რომ იბადება, რას ვასწავლით, ლაპარაკს იწყებს, ტიტინს იწყებს პატარა და უკვე ვასწავლით, რომ მადლობა მოიხადოს, რაღაც კამფეტი რომ ივაწოდოთ, ხომ, თუ იტყვის მადლობას მივცემთ. ასევე საჩუქარზეც, ხომ, ვიცით, რომ უნდა მოიხადოს მადლობა და ჩვენ თვითონ დიდებმა რომ შევხედოთ ჩვენ თავს და დავაკვირდეთ, გამჩენმა ყოველ დღე მოგცა 1440 წუთი და რო დავფიქრდეთ, რამდენი წუთი უხდით გამჩენს მადლობას ყოველ დღე. ყველამ თავისი სულიერი სიმაღლის მიხედვით შეიძლება, რომ შეაფასოს თავისი საკუთარი თავი და ეცადოს ყოველდღიურად შედარებით მეტი დრო გამოიყენოს იმისათვის, რომ ისწავლოს თორა, ადიდოს გამჩენი. რაც შეეხება თვითონ ნიშმათ კოლხაის, როგორც თქვი, იკითხება ძირითადად შაბათზე და კაი დღეებზე და მისი ყოველდღე კითხვა არ შეიძლება.
ამას წინათ შემეკითხა ერთი ძვირფასი ებრაელი, შეიძლება თუ არა ნიშმად კოლხაის ყოველდღე კითხვა. პასუხი არის არა. და რაც შეეხება თვითონ ზგულას, ზგულის სახით არსებობს ორი ვარიანტი. არის რომ თავის თავზე ადამიანი ღებულობს მეზუზის წინ, მეზუზას დაადებს ხელს და ამბობს ბლინედერ, გამჩენო, გამომიყვანე რაიმე ცუდი საქმიდან, ხასვეშალომ დაუშვათ ადამიანი ან ავათარის ან რაღაც ცუდი საქმე შეემთხვა, გამომიყვანე, გამჩენო ამ ცუდი საქმიდან და გპირდები ბლინედერ, რომ 10 ადამიანის წინაშე, ანუ მინიანის წინაშე წავიკითხავ ნიშმად კოლხაის. და არის კიდევ მეორე ვარიანტი, რომ ნიშმად კოლხაის კითხულობენ 40 დღე ზედიზედ და სთხოვენ გამჩენს რაიმე სურვილის შესრულებას, მაგალითად ზივუქს, ან ჯანმრთელობას, ან მშობიარე ქალი მაგალითად კითხულობს 40 დღე ზედიზედ, რომ იმშობიაროს ბედნიერად და ასე შემდეგ. სხვადასხვა მიზეზები, ყველა სხვადასხვა მიზეზის და მიხედვით. მოდით თვითონ რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ნიშმად კოლხაის, მე თარგმანს არ წავიკითხავ, მაგრამ მინდა რამდენიმე სიტყვით ამოვიკითხო მოკლედ რას ნიშნავს და ფაქტიურად ეს არის ნიშმად კოლხაი დიდება. ნიშმად კოლხაი ტევარეხ ეთ შიმხა ჰაშემ ელოკეინუ. ამის შემდეგ პირდაპირ წერია ვერუახ კოლ ბასარ ტეფაერ ვეტერომემ. ანუ პირველად იწყება სიტყვა ნეშამით და შემდეგ არის მოხსენიებული რუახ, ხო, ნეშამის ერთ-ერთი სიმაღლე. ჩვენ ვადიდებთ გამჩენს, ვამბობთ, რომ გამჩენო შენს გარეშე არ არის არავინ, მხოლოდ შენ ხარ გამჩენო, ერთადერთი მშველელი. პოდეუმაცილ ონე უმერახემ, მხოლოდ გამჩენი გვაძლევს პასუხს ყველაფერზე და მოგვიტევებს ყველაფერზე. ბეხოლ ეთ ცურა ვეცუკა. ცურა ცარა ვეცუკა, სლიხა, ცარა ვეცუკა ორივე არის თითქოს უბედურება, მაგრამ გვასწავლიან ჩვენი ხაზალი რა განსხვავება ამ ორ სიტყვას შორის. ცარა ეს არის ის უბედურება, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს თვითონ უშვება, ხოლო ცუკა ეს არის ის, რაც გარედან მოდის, შორიდან, მაგალითად რაღაც ომი იწყება, ან ვიღაც უცხოსგან მოდის რაღაცა უბედურება, ხასვე ხალილა. და როგორც თქვით, ცარა ეს არის ადამიანი როგორც საკუთარი თავს როცა აგდებს ცუდ მდგომარეობაში, ხო, მაგალითად ლაშონარას ლაპარაკობს და ამით ზეციურ დინებს, სამართლებს იზიდავს თავის თავზე. ელანუ მელე ხოზერვე სომეხ ელა աթა, ანუ ვერავის ვერ ვენდობით და ვერაფერს ვერ ვენდობით, მხოლოდ შენ გამჩენო, ვამბობთ. ელოჰეი რიშონიმ ვეახრონიმ. ანუ ეს არის სამყაროს შექმნის დღიდან, პირველი ადამიანიდან ბოლო ადამიანამდე, მხოლოდ ერთადერთი გამჩენი ყავს ყველას. ყავს ყველას. ვიწერია ასე. ჰაშემ ერ ველო იანუმ ველო იშან. ანუ იანუმ, კოდემ კოლ ერ არის ფხიზელი, რო დავაკვირდეთ ერ როგორ იწერება, აინ რეშ. ფხიზელი, ანუ გამჩენი ხასვე ხალილა ჩვენ ვერ შევადარებთ ვერანაირად ადამიანს, მას ანუ ალეგორიულად გადატანით ვამბობთ, რომ ერის არის მუდამ ფხიზელი, არასოდეს არ ჩასთვლემს და არ სძინავს. ეს რას ნიშნავს, ხო? ადამიანი ის ყოველთვის იძინებს, ან სულიერად ჩაძინებულია, როცა ის ფხიზელია ერ იწერება აინ რეშ და თუ შევაბრუნებთ რა გამოდის რეშ აინ, ეს არის რა, ანუ ცუდი, რაც ნიშნავს რაცონაცმი, ხომ ჩვენ წინა გაკვეთილებში ვისაუბრეთ პირად სურვილებთან დაკავშირებით. მეხაიამეტიმ როფე ხოლიმ,
ანუ მკვდრეთით აღადგენს როფეხოლიმ ეს არის ექიმი ავადმყოფებისა, ხომ? ჩვენი იჰადუთით ვიცით, რომ არანაირი ექიმი არ არსებობს, ერთადერთი ექიმი ჩვენი ებრაელებისა ეს მხოლოდ გამჩენია. ჩვენ დილაობით ვკითხულობთ, დილაობით კი არა, უფრო სწორედ დილით ვიწყებთ და დღეში სულ ცოტა რამდენიმეჯერ მაინც ვკითხულობთ, აშერიაცარს, ხომ? აშერიაცარის კითხვა კარგია და დიდი სგულა არის ჯანმრთელობისთვის, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ გამჩენო შენ ხარ ექიმი ერთადერთი და გვაცოცხლებ და ამუშავებ ყველა ჩვენს ორგანოს, ეს ალბათ ცალკე თემა არის. პოკეა ხივრიმ, რას ნიშნავს პოკეა ხივრიმ? პოკეა ხივრიმ უსინათლოებს თვალს უხელს, ეს ასე ვთქვათ პირდაპირი გაგებით და თარგმანით, მაგრამ პოკეა ხივრიმ ნიშნავს სულიერად უსინათლოებს თვალს უხელს, მადლობა გამჩენს, ჩვენ ვხედავთ რამხელა იტორერუტია დღეს, სწორედ ამას ნიშნავს პოკეა ხივრიმ, ანუ ძალიან ბევრი ახალგაზრდაც და ასაკში შესულიც უბრუნდება იჰადუთს, თორას, მადლობა გამჩენს, ზოკეფ კეფუფიმ, მოხრილებს წელში ასწორებს, მესიახილემიმ, მუნჯებს ალაპარაკებს, აქ პირდაპირი გაგება არსად არ არის ფაქტიურად, მესიახილემიმ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი, რომელსაც თორის წარმოდგენა არ აქვს, ხო, მე ჩემი თავი მინდა პირველ რიგში მაგალითად მოვიყვანო, რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ თორასა და თეილიმ შორის რა განსხვავება, ალბათ არ ვიცოდი და დღესაც არ ვიცი ძალიან ბევრი, მაგრამ ვცდილობ რომ ვისწავლო გამჩენის დახმარებით. სხვათა შორის მოშე რაბენუზე არის ნათქვამი, ხომ? ჩვენ ყველამ ვიცით თორაში, რომ ის იყო ენაბლუ, ხომ, ვერ საუბრობდა და ბოლოს უკვე, როდესაც ის მოუყრის თავს მთელს ჯამაათს, მთელს ებრაელობას, იქ უკვე თვითონ საუბრობს. წერია, რომ თვითონ მოშე რაბენუ ლაპარაკობს, ანუ გამჩენმა ის ალაპარაკა, როცა საჭირო იყო. მეფანეახ ნელამიმ აბრუნებს დაკარგულებს, იგივეა ფაქტიურად აქაც, გამჩენმა დაგვიბრუნოს ყველა დაკარგული ებრაელი პირდაპირი გაგებით და არაპირდაპირი გაგებით კიდე ალეგორიულადაც სულიერად დაკარგულებზეა საუბარი, ვისაც სულიერობა დაკარგული აქვს, დაუბრუნოს გამჩენმა თორას. ულეხა ლევადეხა ანახნუ მოდი, მხოლოდ შენ ერთადერთს გამჩენო მადლობას გიხდით. ოკეი. აქ ჩამონათვალია ფაქტიურად ახლა რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ამ ჩამონათვალში არის რომ მადლობას უხდით გიხდით გამჩენო იმისათვის, რომ გამოგვიყვანე მიცრაიმიდან, ეგვიპტიდან, მონობის უღელიდან, გვაჭამე, როცა ვიყავით მშიერები, ხომ საუბარია უდაბნოში. მიხერევ ჰიცალტანუ. რას ნიშნავს მიხერევ ჰიცალტანუ? ფაქტიურად ხმლისაგან გადაგვარჩინეო. საუბარი არის იმაზე, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ნიშმად კოლხაი ფაქტიურად აგებულია რამდენიმე პერიოდია ჩადებული ნიშმად კოლხაიში და ერთ-ერთი პერიოდი აქ არის უკვე შუა საუკუნეების ისტორია ებრაელებისა, როცა ებრაელებს დევნიდნენ ყველა ქვეყნიდან სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგალითად ვიცით ერთი ისტორია, ვნახავ თუ მაქვს ჩაწერილი ერთი წუთით. ფესახში რომ მოხდა, ხომ ალბათ გეცოდინებათ, რაბი აბრაჰამ გალანტმა დაწერა, როდესაც აბრალებდნენ ებრაელებს, რომ ფესახშიო მაცაში ურევენო არაებრაელების ბავშვების სისხლსო და
ხშირად იყო ესეთი სიტუაცია, რომ არბევდნენ და აოხრებდნენ ებრაელთა დასახლებებს და საერთოდ ქალაქებიდან დევნიდნენ ხოლმე. ერთ ამ ისტორიაში არის მოყოლილი რაბი კოლნიმუსმა, ეს შაბათი დღე იყო ფესახში, რომ მოხდა შაბათ დღეს, რაბი კოლნიმუსმა გადაწყვიტა, რომ გადაარჩინოს ებრაელები და როცა მიიყვანეს ამ მიიტანეს ბავშვის გვამი, მკვდარი ბავშვის გვამი არა ებრაელის და დააბრალეს ებრაელებს, რომ აი ებრაელებმა მოკლესო, რომ რამაცაში სისხლი გაერიათო, რაბი კოლნიმუსმა ამ მკვდარ ბავშვს შუბლზე დააწერა გამჩენის სახელი და ეს ბავშვი ალაპარაკდა, მკვდარი ბავშვი, მოყვა ყველაფერი, ვინ მოკლა, როგორ მოკლა, სად გადააგდო, ყველაფერი აბსოლუტურად ზუსტად ალაპარაკა ყველაფერი და შემდეგ წაუშალა შუბლიდან გამჩენის სახელის ერთ-ერთი ასო და ეს ბავშვი ისევ გაჩუმდა, ხო, ისედაც მკვდარი იყო და რომ იცოდეთ, ერთ-ერთი სახელი, რომელიც დააწერა ამ რაბმა, ეს არის ემეთ, ჩვენ ვიცით, ემეთ ეს არის ჭეშმარიტება და ხოტემეთ შელა კადოშ ბარუხუ, ემეთ როგორ იწერება ალეფ მემ ტაფ, ალეფ რო წაშალოთ რჩება მეტ, ხომ? ჩვენ ამ თემაზეც ვილაპარაკეთ. ასე გადაარჩინა რაბიმ იმ ქალაქის ებრაელობა და სხვათა შორის სანამ გარდაიცვლებოდა, მან დაწერა ანდერძი და როცა გარდაიცვალა და ანდერძი გახსნეს, ამ რაბის ანდერძში ეწერა, რომ გთხოვთ ყველასო, ჩემი გარდაცვალებიდან 100 წლის განმავლობაშიო, ქვები ესროლოთ ჩემ საფლავზეო, რათა კაპაროთ ავონოთ, რომ შაბათს დაწერა, შაბათს რომ დაწერა არ შეიძლებოდა, მაგრამ აქ საუბარი იყო პიკუახ ნეფეშზე, მიუხედავად ამისა შევწოდეო, ამბობდა და 100 წელიო ითხოვდა ყველასგან, ვინც ჩემ საფლავზე ამოვაო სალოცავათო, ქვები ისროლოსო და სხვათა შორის აქედანაც მოდის ის, რომ ქვებს დებენ საფლავზე. და დიდის გულა არის სხვათა შორის, ვინც ამ რაბის საფლავიდან ქვას აიღებს და დადებს. ეს რაც შეეხება მეხერევ ჰიცალტანუ. მიდევერ მილატეტანუ. დევერ ეს არის ეპიდემია, ანუ ეპიდემიიდან გადაგვარჩინეო. გვაქვს უამრავი მაგალითი იმისა, რომ სხვადასხვა ეპოქაში ებრაელებს გამჩენი გადაგვარჩენდა სხვადასხვა ეპიდემიიდან, მიხოლაიმ რაიმ ვერაბიმ დილიტანუ. სხვადასხვა ცუდი ავადმყოფობებისგან გადაგვარჩინეო, ვთხოვთ გამჩენს. და ვთხოვთ მიმტევებლობას გამჩენს. არის ნიშმად კოლხაიში ჩამოწერილი სხეულის ორგანოების სახელწოდებები თუ დავაკვირდებით, კოლ პე ლეხა იოდე, ყოველი პირი მოგიხდის მადლობასო. ლაშონ ლეხა ტეშაბეახ, ენა გადიდებს. აინ ლეხა ტეცაპე კოლ, აინ ლეხა ტეცაპე, ყველა თვალს შენი დანახვა უნდა გამჩენო. კოლ ბერეხ ლეხა ტიხრა, ყველა მუხლი შენ მოგიხრებაო. და ასე შემდეგ ჩამოთვლილია სხეულის ნაწილები და ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდის გულა ზოგჯერ არის შორს ყველასგან ავადმყოფი, რომელიც ავადმყოფოში წევს და ცუდად არის და თუ თვითონ კითხვა არ შეუძლია, ან მუნშამი არის, წაუკითხავენ ხოლმე ავადმყოფს, მიიყვანებენ ხოლმე რაბს და წაუკითხავენ ნიშმად კოლხაის და ავადმყოფი გამოდის მძიმე მდგომარეობიდან. თუ არის ისეთი ავადმყოფი, ვინც თვითონ წევს და შეუძლია თვითონ ნიშმად კოლხაის წაკითხვა, ძალიან დიდი სგულაა, რომ თვითონ წაიკითხოს. ოკეი, აქ არის მაცილ ანი მიხაზაკ მიმენო. რას ნიშნავს გადაარჩინოს? ღარიბი მისგან ძლიერისაგან და ევიონ მი გოზლო. ღარიბი ღატაკი მისგან უფრო ძლიერისაგან. აქ საუბარი არ არის პირდაპირ ღარიბ ღატაკზე, არამედ საუბარი არის სულიერად ღარიბზე. ანუ შეიძლება ადამიანი იყოს მდიდარი მილიონერი, მაგრამ სულიერად ღარიბი და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ გამჩენო გადაარჩინე
ღარიბი მისგან უფრო ძლიერისგან საუბარია იმაზე, რომ ვამბობთ, რომ მისცეს ადამიანს, ვისაც არ აქვს სულიერება, იმასაც გულში ჩაუდოს სულიერება, რათა კონდეს საშუალება, რომ თორა ისწავლოს. აქ არის ცოტა მოშორებით უკვე ჩამოთვლილი ბეფი ישרים תתרומם בספתי צדיקים תתברך, ლექსივით ჩამოწერილია 4 ხაზი და თუ დავაკვირდებით, აქ არის იცხაკ და რივკა ჩადებული არის ამ სტროფში, ამ 4 სტროფში. ანუ ეს არის მითითება იმაზე, რომ პირველად იცხაკმა და რივკამ ადიდეს გამჩენი სიმღერის სახით. Okay. იყო ერთი ესეთი ამბავი მოხდა რუსეთში, რუსეთში ვიცით, იქ არის ადგილები, სადაც მდინარეები, ტბები იყინება ხოლმე და ადრე მიკოებიც ეგრე იყო წყალში, აკეთებდნენ ხოლმე სარდაფებში, სახლის სარდაფებში და ერთ-ერთი ქალი გაიყინა სარდაფში, როცა ჩავიდა, ვიღაცამ დააკაკუნა კარებზე და ჩაკეტეს სარდაფი, რო არავის არ ენახა, რო იქ მიკვია და რო გაიყინა ქალი, როცა გახსნეს უკვე სარდაფი, ყურში ჩასძახეს ნიშმათ კოლხაი და გამოცოცხლდა. სხვათა შორის რაბენუ ხათამ სოფერი ღამის 12 საათზე კითხულობდა ხოლმე ნიშმათ კოლხაის. გმარაში გვიწერია, რომ ყოველ დღე არ შეიძლება ნიშმათ კოლხაის წაკითხვა. Okay, როცა ვამბობთ სიტყვას ზეხერ, ზიხრეხა, რას გულისხმობთ, ხასვე ხალილა რამდენჯერ ყოფილა, როცა მთელი ოჯახი ავარიაში მოყოლილა და თითქმის ყველა დახოცილა, მაგრამ ერთი მაინც გადარჩენილა ხოლმე, რომ ვითხოვთ გამჩენისაგან, რომ ზიხარონ მეხსიერებიდან არ წაშალოს არავინ, არც ერთი ებრაელის ოჯახი დაიცვას ისინი, რომ გააგრძელოს მან გვარი. გოელ ვემოშია ნიშნავს ვინც გამოგვიყვანს ფაქტიურად ჩვენ მაშიახის მოვლენას და შველას როცა ვითხოვთ, ხომ? შველის თხოვნა არის გამჩენის მიმართ. სხვათა შორის რატო იკითხება 40 დღე ნიშმათ კოლხაიც და სხვა ყველაფერიც, ხომ 40 დღეს საინტერესო რიცხვი არის იჰადუთში. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად წარყვნა იყო 40 დღე, მოშე რაბენუ იყო 40 დღე ასული სინაის მთაზე, რამდენიმეჯერ, ხომ? სამჯერ იყო ასული თუ არ ვცდები, ხომ? სამჯერვე 40 დღე. რატო მაინდა-მაინც 40 დღე? ნიშმათ კოლხაისაც ჩვენ ვკითხულობთ, თუ ვინმე აიღებს საკუთარ თავზე, 40 დღე უნდა წაიკითხოს ზედიზედ, ბლინედერ, რა თქმა უნდა, როგორც თქვით. რატო მაინდა-მაინც 40 დღე? 40 დღე ეს არის მემ გემატრიაში. ივრითული გრამატიკას თუ შევეხებით ცოტაოდენ, როგორ ვამბობთ, მაგალითად მე მივდივარ თელ-ავივიდან იერუშალაიმში, მი თელ-ავივ ლე იერუშალაიმ. მი თელ-ავივ გადასვლას ნიშნავს ერთი ადგილიდან მეორეზე, ანუ თუ ვკითხულობთ რაიმე სადიდებელს, ამ შემთხვევაში ნიშმათ კოლხაის, ჩვენ ავდივართ, ვამაღლებთ საკუთარ თავს სულიერად ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე. მემ გადასვლას ნიშნავს. ეს როგორც წყალი, როცა მიედინება, გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე.
როგორც მაგალითად ბავშვი ჩანასახი დედის მუცელში 40 დღეა და 41 დღეს ეწოდება ქალს დედა. ასე ძალიან ბევრი საინტერესო არის 40 რიცხვთან დაკავშირებით. ოკეი, მოდით ვნახოთ კიდევ რა გვაქვს აქ. აქ არის ბევრი გემატრიებიც. მოდით ამ ჩამოვთვალოთ თუნდაც ეს სხეულის ნაწილები, რომელიც არის პ, ლაშონ, სიფტოტენო ტუჩები, ეინენო თვალები, იადაიმ ხელები, რაგლაიმ ფეხები და არის ნათქვამი თირკმელები არის ჩამონათვალში და ყველა შიგნეული ორგანო. მოდით ასე დავასრულებ მაინც, იმიტომ ნიშმათ კოლხაი ძალიან გრძელი თემაა, მაგრამ ძირითადი ვთქვი პასუხი გავეცი ყველას, ვისაც აინტერესებდა შეიძლება თუ არა ყოველდღე ნიშმათ კოლხაის წაკითხვა, არ შეიძლება ყოველდღე, არამედ მხოლოდ შაბათს, კაი დღეებში და ვკითხულობთ აგრეთვე ფესახზე, ფესახის აგადაზე. ყველას გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერება მოეტანოს, ჯანმრთელობა მოეტანოს და სიკეთე მოეტანოს იარისთვის შემობრძანებას. კიდევ მინდა პატარა ზღულა შემოგთავაზოთ, იარის თვეში როცა მოდის წვიმა, დიდი ზღულა, ვინც ამ წვიმის წვეთებით დასველდება, თუნდაც პირი გააღოს და ენაზე რამდენიმე დაიწვეთოს, რამდენიმე წვეთი წვიმისა გარეთ თუ არა და შეუძლია ფანჯრიდან გაყოს ჭიქა, აავსოს რამდენიმე წვეთი და შეუძლია დალიოს. მოკლედ წარმატებები ყველას, კარგად ბრძანდებოდეთ. კოლ ტוב შაბუა მებორახ.